Facts about Tbilisi, Georgia. მნიშვნელოვანი ფაქტი თბილისის შესახებ. თბილისი მეფე ვახტანგ გორგასალმა დააარსა. მეფე, რომლის ქანდაკებასაც ჩემს უკან ხედავთ, მან თბილისის ტერიტორია აღმოაჩინა ნადირობისას და შემდეგ უკვე გადაწყვიტა აქ ქალაქის გაშენება. ეს ჯეკია შოტლანდიიდან 2 წელია საქართველოში ცხოვრობს და ჩვენი ქვეყნის, ქალაქისა და ისტორიის შესახებ ამბავს, ვიდეოვლოგების მეშვეობით ხალხს აქტიურად უყვება. I discovered Georgia. საქართველოს რომ აღმოვაჩინე, ვფიქრობ ძალიან გამიმართლა. აქ ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ცხოვრობდი ყაზახეთში. შემთხვევით ქართულ რესტორანში წავედი მეგობრებთან ერთად. მაშინ საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. გავსინჯე ქართული კერძები და იმდენად გემრიელი იყო ყველაფერი, რომ მოვიძიე ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ. დავგეგმე მოგზაურობა საქართველოში და მას შემდეგ აღარასოდეს დავტოვე ეს ადგილი. ჯეკმა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების გადაღება 1 წლის წინ დაიწყო სოციალურ ქსელში, პერიოდულად სხვადასხვა ადგილების შესახებ უყვება გამომწერებს და შემდეგ გამოხმაურებას ინტერესით ელოდება. ჩემს ვიდეოებს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს. მყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც საინტერესო ადგილებზე მიყვებიან. ასე ვარჩევ ახალ ლოკაციას და ასე იქმნება ყოველი ახალი ვიდეო. ჩემი გამომწერებიც მაძლევენ რჩევებს თუ რისი გადაღება შეიძლება. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. Georgians don't call their country Georgia like the English. They call it Sakartvelo. And this is something I noticed. ქართულ ხალხში ყველაზე ძალიან რაც მომწონს არის რომ ძალიან ამაყობენ საკუთარი ქვეყნით, კულტურით, დამწერლობით, ისტორიით. ეს მათთან ურთიერთობაში ძალიან იგრძნობა და მართლა აღფრთოვანებული ვარ. History especially. ვიდეოვლოგების გარდა 28 წლის ჯეკი დაკავებულია მუსიკით, უკრავს ელექტრონულ გიტარაზე და ბენდთან ერთად ქართულ მსმენელს თავის შემოქმედებას უზიარებს. You look like you're swimming in heaven. ასევე უყვარს ლაშქრობა. პერიოდულად ჰყავს ტურისტების ჯგუფები, რომლებთან ერთად დიდ სათავგადასავლო მოგზაურობებს აწყობს. ძალიან მიყვარს ლაშქრობა. ტურისტებს საქართველოს შესახებ ამბავს რომ ვუყვები. ცოტა უცნაური და განსხვავებული შეგრძნებაა და თან ძალიან სასიამოვნო. განსაკუთრებული იყო ჯეკისთვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობაც. ეს იყო საუკეთესო განცდა. ისეთი გადამდები იყო ქართველი ხალხის გულშემატკივრობა, თითქოს მეც ჩემს ქვეყანას ვქომაგობდი. ჯეკს ინფორმაციული ვიდეოების გადაღებაში მისი მეგობარი ბეგიუმი ეხმარება, რომელიც თურქეთიდან საცხოვრებლად საქართველოში 2 წლის წინ ჩამოვიდა. ისინი ერთად იღებენ ვიდეოებს, ამუშავებენ და შემდეგ სოციალურ ქსელში ანთავსებენ. სწავლობენ ქართულს და ცდილობენ მაქსიმალურად მოერგონ აქაურ ყოველდღიურობას. ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვეღო ყველა ადგილი, რასაც მოვინახულებდით. ძირითადად იდეებს ჯეკს მევაწვდი, ვიღებ და ის ამონტაჟებს. ფიქრობ, ვიდეო მონტაჟი მისი ძლიერი მხარია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როდემდე ვიცხოვრებ აქ, თუმცა ჯერ ბევრი რამ აქვს სანახავი და ეს ქვეყანა ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ძალიან საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ, ხო მართალია? ხო, მაგრამ გამოვეხმაუროთ ორი სიტყვით, ვთქვათ, რომ მართლა ბევრი რამეა სანახავი და ჩვენ თვითონაც არ გვაქვს ყველაფერი ნანახი ჩვენ ქვეყანაში. კი ბატონო და მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუ კი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას უწევს თავის გამოცდილებას.